პირდაპირ ეთერში და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩვენი მეგობარი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის აგენტო იქნება ჩვენი განაცემის მეორე ბლოკის მთავარი სტუმარი. 2025 წლის მეორე კვარტალში კონცენტრაციების ბუმი დაფიქსირდა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის აგენტოს ინფორმაციით ერთ კვარტალში მეორე კვარტალზეა საუბარი როგორც გითხარით 8000-მდე ზუსტად კი 7976 კონცენტრაცია დაფიქსირდა. 12 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოს წინასწარი შეტყობინებების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. მე მივესალმები მარიამ ბერულავას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს. მოგესალმებით მარიამ, ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა, კონკურენციის სააგენტოს სტუმრობა ყოველთვის გადაცემაში და მინდა რომ არასტანდარტულად დავიწყო პირველ რიგში მინდა რომ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ამათი ამაროს გადაუხადო პირადი მადლობა რომ ძალიან რთული შემთხვევა რომელიც მომხმარებელთა დაცვას მე მეხებოდა და ჩემ ოჯახს ძალიან კარგად განვიმარტა მეც კარგად განვიმარტა მოვაჭრესაც და ისე დაიცვა მოკლედ მომხმარებლის ინტერესი რომ მართლაც გამიკვირდა რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას აგერ პირდაპირ ეთერიდან მთლიანად თქვენს აგენტოს. ახლა გადავიდეთ კონკურენციის აგენტოს რელიზზე, კონცენტრაციებზე გისმენთ მარიამ. დილომშვიდობისა, მივესალმებ მაყურებელს, მადლობას გიხდით საკითხით დაინტერესებისათვის და იმისთვის, რომ თქვენი პლატფორმის საშუალებით შეგვიძლია კონკურენციის სამართლის შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ მაყურებელში და პირველ რიგში ბიზნესს მივაწოდოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება შეუტყობინებლობის. პირველ რიგში ალბათ დავიწყოთ უშუალოდ იმის განმარტებით, თუ რას ნიშნავს კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვის გასაგები იყოს, რაზე ვსაუბრობთ. კონცენტრაციის სამი ფორმა შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი ეს არის კონტროლის მოპოვება კომპანიაზე, რაც არის ყველაზე ხშირად წილის შეძენა, აქციების შეძენა. შემდეგი ეს არის შერწყმა, როდესაც რამდენიმე კომპანია გაერთიანდება და ერთი სუბიექტი წარმოიშვება და ასევე გვაქვს ერთობლივი საწარმოს დაფუძნება. სწორედ ამგვარი ტრანზაქციები დაფიქსირდა მეორე კვარტალში 8000-მდე, როგორც აღნიშნეთ, და ყველა მათგანი ყოველკვარტალური მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ გადაამოწმა და აქედან მიიღო შედეგი, რომ მათგან 12 შესაძლებელია სააგენტოსთვის წინასწარ ვალდებულ შეთანხმებას ექვემდებარებოდა. ახლა როგორ გამოიყო ეს 12 ტრანზაქცია? იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, ახლა 8000 ტრანზაქცია ყველა არ ექვემდებარება სააგენტოსთვის შეტყობინებას და იმისთვის, რომ სააგენტომ, რა თქმა უნდა, კონცენტრაციების კონტროლის მიზანი განახორციელოს, თავარი ის, რაც არის, რომ არ მოხდეს ბაზარზე ისეთი გამსხვილება, რომ ერთმა პირმა ან ჯგუფმა მოიპოვოს ჭარბი ძალაუფლება და საფრთხე შეექმნას ბაზარზე კონკურენტულ გარემოს. თქვათ შეგვიძლია მონოპოლიას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ფორმა რაც არის მონოპოლია, რომ არ შეექმნას ბაზარზე, სწორედ საკმარისად მსხვილი კომპანიების შორის განხორციელებული ტრანზაქციები გვაინტერესებს მარტივად რომ ვთქვათ. ეს სიდიდე გადის უკვე ერთობლივ შემოსავალზე მათი. მარიამ, ჩაგეჭირებით განხილვის დროს საწარმოს ზომას ექცევა ყურადღება, ანუ როგორია კონკურენციის სააგენტოს მიდგომა პირობითად 10 საქმიდან, როდესაც 4 არის მსხვილი ბიზნესი და ლოგიკური გაგრძელება ამის შესაძლებელია იყოს ეჭვის მეტი საფუძველი, რომ დამყარდეს მონოპოლია იქნება თუ ოლიგოპოლია იქნება, თუ ყველას თანაბარი ყურადღება ექცევა განხილვისას. ნახეთ, ეს მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ ეტაპზე, წარმოეშვება თუ არა შეტყობინების ვალდებულება კომპანიას ან პირს. თუ აი რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ორი მცირე ბიზნესი მისი შემოსავლების კუთხით, მისი აქტივების კუთხით, მისი დასაქმებულთა რაოდენობის კუთხით ორი ბიზნესი როცა ერწყმის ერთმანეთს, მსგავსი ბიზნესი წარმოიშვება მაინც რაღაცა ისეთი რეგლამენტი და გაწერილი ბიუროკრატია. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი არის ერთობლივი შემოსავალი. ანუ დასაქმებულთა რაოდენობას და აქტივებს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მთავარი არის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ თუ კი მონაწილე პირთა ჯამური ერთობლივი შემოსავალი წინა ფინანსური წლისათვის 20 მილიონია მინიმუმ და ამასთანავე მონაწილე პირთაგან მინიმუმ 2 ინდივიდუალური ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონს აღემატება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეკისრებათ მათ ვალდებულება რომ გვაცნობონ. სხვა შედარებით მცირე ბიზნესი გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან, რადგან ივარაუდება რომ ეფექტი ნაკლები იქნება ბაზარზე. დაუბრუნდეთ იმ 12 შემთხვევას, აი ჩაგეჭერით, მაგრამ
არის ხოლმე ჩემი აზრით მომდის ხოლმე ესე შეკითხვა, ასე ვთვლი რომ პირადად ჩემთვის მართლა მაინტერესებს და ალბათ მაყურებლისთვის და იმ ბიზნეს საზოგადოებისთვის ვინც მიყურებს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, რა თქმა უნდა იცოდეს ბიზნესმაც რა შემთხვევაში უნდა გვაცნობა. დიახ, ეს 12 შემთხვევა იყოს სწორედ ამ ნიშნით იდენტიფიცირებული, ანუ ამ 12 შემთხვევაში იყო მხოლოდ ერთობლივი შემოსავლების ნაწილში ზღვრული კრიტერიუმები დაკმაყოფილებული და ესე დაიდენტიფიცირდა 12 შემთხვევა. აქვე მოკლედ განმარტო, იმიტომ რომ ხშირად ისმევა ეს კითხვაც, თუ რას ნიშნავს ერთობლივი შემოსავალი. აბნევს ხოლმე ბიზნეს სუბიექტებს და მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ნებისმიერი საქმიანობიდან განხორციელებიდან სრული ბრუნვა კომპანიის მხოლოდ DGG-ს გამოკლებით. ამ ნიშნით თუ კი დააკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმებს, აუცილებლად უნდა მოგმართოს. თუმცა, როგორც ჩვენს რელიზშიც იყო აღნიშნული, ამ 12-დან მხოლოდ 5 შემთხვევაზე დაიწყო სააგენტო მწარმოება. 7 შემთხვევა მოექცა საგამონაკლისო პირობებში. ხო, რას ნიშნავს ეს საგამონაკლისო პირობა? ანუ იმ შემთხვევაშიც თუ კი ეს ზღვრული კრიტერიუმები ჩვენ გვექნება სახეზე, შესაძლებელია მაინც არ წარმოეშვას კონკრეტულ პირს სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების ვალდებულება, თუ კი მაგალითად ეს კონცენტრაცია არის გადახდის უნარობის შედეგი. მაგალითად, ან თუ კი კონტროლი მოიპოვება დროებით და ამასთანავე იმ პირობით, რომ არ გამოიყენებს ამ რაღაც გონივრულ ვადაში, ხო, რაც დროებითაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს თავის უფლებებს. და ასევე ყველაზე ხშირი რაც არის პრაქტიკაში, თუ კი ეს კონცენტრაციაში მონაწილე პირები არიან ურთიერთდამოკიდებულები. აი ესეთი შემთხვევა შეიძლება იყოს მაგალითად, თუ კი მათ ერთი და იგივე სუბიექტი აკონტროლებს. აი მაგალითად ძალიან ხშირია შერწყმების ნაწილში, როდესაც ერთი და იგივე კომპანიის ორი შვილობილი კომპანია ერწყმის ერთმანეთს და რა თქმა უნდა ამ ნაწილში ჩვენ წარმოებას არ ვიწყებთ. ამასთანავე თუ კი მაგალითად ერთი კომპანია მეორეს ისედაც კონცენტრაციის განხორციელებამდეც აკონტროლებდა და ნათესავრი კავშირით გინდება და სხვა და სხვა ამ პირობებს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ კომპანიას მეორე კომპანიაში მინორიტარული წილი აქვს, პირობითად 10%, 15%. აი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რა უფლებას ანიჭებს ეს მინორიტარული წილი მას. შესაძლებელია ეს დამოკიდებულია წესდებაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მინორიტარული წილიც კი საკმაოდ დიდ უფლებებს ანიჭებდეს პარტნიორს და სწორედ აქედან გამომდინარე, თუ კი დადგინდება, რომ კომპანიის წესდებით მას კონტროლის განხორციელების საშუალება ჰქონდა კომპანიაზე, ამის მიხედვით შეაფასებს, რა თქმა უნდა, სააგენტო. ძალიან საინტერესოა. კარგი, დაუბრუნდეთ იმ ციფრს, იმიტომ რომ 8000-მდე კონცენტრაცია მართლა ძალიან მაღალია. თუ გვაქვს მონაცემები, მე სიამოვნებით დაურთავდი ახლა ამ რელის პროცენტულ ზრდას კვარტალიდან წინა წლის ანალოგიური პერიოდიდან ამ მეორე კვარტალამდე, მიმდინარე წლის მეორე კვარტალამდე და თუ გვაქვს ინფორმაცია როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, შეიძლება ზუსტი ციფრი ძალიან რთულია მოვიტანოთ კონკურენციის სააგენტოს დაფუძნებამდე, იმიტომ რომ მე პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი როგორც თქვი უკვე არა ერთხელ ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მე როგორც ფიზიკურმა პირმა ძალიან დამეხმარა კონკურენციის სააგენტოს არსებობა და ოპერირება იმაში, რომ ჩემი უფლებები კიდევ უფრო წინ ყოფილიყო წარმოწეული და ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულოა მართლაც. თუ გვაქვს ინფორმაცია წინა პერიოდებში რამდენი კონცენტრაცია ფიქსირდება. ბატონო, დაფუძნებამდე რა თქმა უნდა ძალიან რთულია ამის თქმა, ასევე რთული იქნება და ვთქვათ, რომ 2021 წლიდან გაძლიერდა ამ კონტროლის მექანიზმები, მანამდე ძალიან რთული იყო მონიტორინგი და მას შემდეგ აი ყოველკვარტალური მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ვიღებთ ამ ინფორმაციას. ამ წლის პირველი კვარტალი შედარებით ნაკლებად აქტიური იყო ტრანზაქციების რაოდენობის კუთხით, თუმცა წელს მხოლოდ 2025 წელს განხორციელებული 10000-ზე მეტი ტრანზაქცია აქვს გადამოწმებული სააგენტოს და ასევე 2024 წლის ბოლო კვარტალში შემიძლია გითხრათ, რომ 5000-მდე კონცენტრაცია განხორციელდა. ისე როგორია ხოლმე ბოლო კვარტალი? როგორც წესი, იმიტომ რომ თუ ბოლო კვარტალი ისეთივე აქტიურია, როგორც წლის შუა პერიოდი, ძალიან ბევრი არის ეს მატება და რა თქმა უნდა მატება მე მგონი დადებით ტრენდად უნდა ჩავთვალოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხოლმე კონცენტრაციების კონტროლის მიზანს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ როგორც თქვით, საფრთხე არ დაემუქროს, ძალიან დიდი გამსხვილება არ მოხდეს ისეთი, რაც კონკურენტულ გარემოში ყოფნის საფრთხეს, თორე და ჩემი მიმართულებით, რა თქმა უნდა, კარგი ტენდენციაა ის, რომ
რაღაც ინვესტიცია შემოდის ბაზარზე, ხო, თუნდაც უცხოური, თუნდაც ადგილობრივი, ეს რა თქმა უნდა. დიახ, ეს რა თქმა უნდა დადებითია, მთავარია უბრალოდ კონტროლს, იმიტომ ვახორციელებთ სწორედ, რომ ისეთი კონცენტრაცია არ მოხდეს ბაზარზე, რაც უკვე თუნდაც დომინანტური მდგომარეობის მოპოვება მოხდება, მისი გაძლიერება, თუნდაც როგორც ბრძანეთ, მონოპოლია არ შეიქმნას ბაზარზე. ძალიან დიდი მადლობა მარიამ არაჩვეულებრივი განმარტებებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით პირადად თქვენ მონაწილეობისთვის და კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს აქედან. შევახსენებთ მაყურებელს მარიამ ბერულავა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი იყო ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი. მე უნდა დაგემშვიდობოთ, უნდა გადავიდე პრესის მიმოხილვაზე თამთა კვარაცხელიასთან უკვე ცნობილი შეკითხვით თამთა გვითხრა